მოგესალმებით. დღეს მეორე ვიდეოს ვიღებ უკვე ელექტრომანქანების გამოფენაზე ვიყავით მანამდე. და ვიფიქრე რომ თუ ვისვენებთ, ბარემ მანქანებისგანაც დავისვენოთ და ეხლა ეს ცალკე ვიდეო არის. საკურას ყვავილობის დღეები არის. ბოტანიკურ ბაღს ვესტუმრეთ და რატომაც არ გაჩვენოთ და რატო არ დავისვენოთ ჩვენს არხზეც თუნდაც მანქანებისგან და უბრალოდ დავუტკბეთ ბუნებით. გაჩვენებთ 1-2 კადრს, ლამას დატკბით მოკლედ რა ვიცი თუ ჭამთ ან სვავთ რამეს შეგერგოთ, არხი გამოიწერეთ. თან ნელ-ნელა უკვე მანქანების გარდა ზოგ რაღაცას კიდე ზედმეტად ვამატებ. შეიძლება ზოგს მოგეწონოთ იაპონური თემატიკის ვიდეო. რატომაც არ გადავიღოთ. იაპონური მანქანების გარდა ზოგადად იაპონიაც ძალიან მიზიდავს. და რადგან ჯერჯერობით ვერ ჩავდივარ, მაგრამ ეგ დროის ამბავია დარწმუნებული ვარ. რატომაც არ დავტყვე იაპონიით თბილისში. მაქსიმალურად რა ვიცი როგორ შემიძლია. ესა ყველაზე ახლო იაპონია ჩემთვის. მარი წავიდეთ იაპონიაში. კი, წავიდეთ. შაშანაც ვიყავი აქ და ცოტა უკეთესი იყო სიმღერებით. ხალხით ცოტა მეტი იყო. იაპონიაში როცა ჩავალ, 1-2 დღეს უეჭველი მხოლოდ და მხოლოდ ბუნებას დავუთმობ. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მან მომიწევს ჩასვლა, იმიტომ რომ მინდა რატომაც არა. და თუ ჩავედი მანქანების გარდა და JDM კულტურის შესწავლის გარდა, ზოგადად ბუნებასაც დიდი სიამოვნებით შევისწავლე. You can
ძალიან მაგარია ესეთი მშვიდი დღეები. მოგწონს? ავიდეთ. სხვათა შორის გაიცანით ეს გიორგია და არყი ბიჭო. Здорово. Რაღაცა თითქოს არ მყოფნის აქ. აი ეს პატარა შესასვლელია. ხო, ძალიან ანგრედის ფერებია. მაგრამ თვითონ მელოდია აი ეს პატარა დინამიკი ერთერთულია. ხო, ეს პატარა იმაში. აი, მომწონს. ой, აქ რაღაცებიც ცერემონია. რამე დარჩა? უჭელია ჩხუბია. მოშიბანას მასტერ კლასი. ხვალეც არის, ნახე. ხვალ 3 საათამდე. აი, ის ხება? კინცუგის მასტერ კლასი. კიმონოს მორგება. ო, ეს კაია. 2 საათზე მძიმას. ზოგადად კაია. და კაია თოუი. ფუძი. მან ვიყავი უკვე. არ ვიცი ხა რამდენად მოგწონთ ესეთი ტიპის ვიდეოები, ანუ სუფთა ვლოგია, უბრალოდ გამოვედით და რატო არ გაჩვენოთ და რატო არ მოკლედ კამერას ისე მივაჩვიე, რომ ვფიქრობ, რომ კამერის გარეშე აღარაფერი აღარ უნდა ვაკეთო. რავი, თუ მოგწონთ, მოიწერეთ კომენტარებში, დაწერეთ რამე, რომ მივხვდე, რომ მოგწონთ. რა გინდა? სახლები? ხო, ლუფის. მოკლედ მეგობრებო, თუ მოგწონთ ესეთი ტიპის ვიდეოები, გამაგებინეთ, რომ ცოტა კიდე მოუხშირო გასულს. მე მაგალითად მომწონს, რომ გაგიზიაროთ ჩემი ესეთი გამოცდილებები, ხანდახან სადაც გავდივარ. რავი, ზოგადად მეზარება ხოლმე გასვლა ესეთ ადგილებში, მაგრამ თქვენ თუ მოგეწონებათ ვიდეოს გამო, რატომაც არა და მეც გავერთობი თქვენს გაჩვენებთ ზოგ რაღაცას. კარატე? გადაახტე ხა ისე სწორად რომ არაფერი მოგივიდეს. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ხანდახან ესე რითმიდან ამოგდებული ვიდეოებიც ძალიან კაია, სულ რაღაცას ვჩალიჩობ, სულ რაღაც მანქანები, აი ეს ვქნათ ის საქმე გვაქვს, ეს გავაკეთოთ, აი იმას ველოდები, ამას ვაკეთებ. ხანდახან ჩილ ვიდეოებიც კაია, ვფიქრობ, რომ თქვენს მოგეწონებათ და დარწმუნებული ვარ, ეხლა რაღაცას ჭამთ, სვავთ და კიდევ ერთხელ გეტყვით, შეგერგოთ, რასაც ჭამთ და სვავთ. არხით გამოიწერეთ, მაგრამ სულ ესეთი ჩილ ვიდეოები არ არის, ხანდახან ბრძოლაშიც გავდივარ და რაღაც გამოწვევებსაც ვიღებთ. ასე რომ, მოკლედ აქეთ ამ ხარეთ გაჩვენეთ ჩემი ცხოვრების, ხანდახან ესეთი მშვიდი დღეებიც ძალიან კაია. ეხლა აქ მეტი სანახავი არაფერია. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, დაგემშვიდობებით მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი, თუ გაინტერესებთ ესეთი ადგილები, თუ გაინტერესებთ ესეთი ტიპის ვიდეოები და სუფთა ვლოგები. ეხლა როგორც აღნიშნე, დიდი სურვილი მაქვს იაპონიაში ჩასვლის და თქვენს სავარაუდოდ მოგეწონებათ იქედან travel blog-ი ჩემი შესრულებით. ნახან რატომაც არ ვცადოთ ეგეთი რაღაცა. ასე რომ წავედი, ნახვამდის, ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის. აქ მე იყო